გამარჯობათ, დღეს ორშაბათია, სტუდია რვა ტრადიციულად ყოველ ორშაბათს ვის ნახევარზე კრიტიკული აზრი ამ რუბრიკით გამოვდივართ და განვაგრძობთ ჩვენს ტელემაუწყებლობას, ოღონდ იმ შეგვიძლია ვთქვათ გამონაკლისით, რომ დღესაც გიორგი ლომია, ის ვინც საავტორო, ასე ვთქვათ, გადაცემა მისი დღესაც ვერ იქნება და დღეს მე გოჩა ჯოჯოა და ბატონი დავით თარხან-მოურავი წაუძღვებით გადაცემას. დანარჩენი ყველა ასე ვთქვათ ის პირობა, რომელიც თქვენ აქამდე გქონდათ, შეგიძლიათ დარეკოთ, საკუთარი აზრიც გამოთქვათ, ასევე კითხვაც დასვათ, თემასთან დაკავშირებით იქნება ეს თუ შეიძლება სრულიად განსხვავებულიც და თქვენ რაც მიგაჩნიათ, რომ აუცილებლად საჭიროა და გასაჟღერებელია საკითხი ტელევიზიით, შეგიძლიათ რასაკვირველია დარეკოთ. დავიწყებთ იმით, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებული დღე არის, ახლოვდება აღდგომა და კარგად მოგეხსენებათ უკვე ეს კვირა ფაქტიურად არის აღდგომამდე ბოლო კვირა, დღეს დიდი ორშაბათია და დღევანდელი დღიდან გამომდინარე, სხვათა შორის ჩვენი სადაც მარხვის დღეებში და ამ აღდგომის წინა დღეებში ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მოზომილი, თავშეკავებული განცხადებები გაგვეკეთებინა, ეს ისედაც როგორც ჩვენ ტელევიზიაში ჩვევია, რასაკვირველია ყოველთვის გაწონასწორებულები ვართ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული პოლიტიკა შემოგთავაზოთ, დაგანახოთ ის რეალობა, რომელ რეალობასაც ჩვენ ვხედავთ, რადგანაც თქვენთვის იყოს უფრო ადვილად გასაგები თუ რატოა ჩვენი შეფასებები მკაცრი ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში და დიდმა ნაწილმა რასაკვირველია უკვე კარგად გაიგო და მიხვდა, რომ ჩვენ განსხვავებულად და განსხვავებული თემატიკით ვაკრიტიკებთ დღევანდელ ხელისუფლებას, ვიდრე ის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნება კარგად იყენებს და ნაცმოძრაობის სახით ან მასთან აფილირებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად და ცდილობს ხოლმე ყველა განსხვავებული აზრი, ყველა ოპონენტი სწორედ იმ კუთხეში მიდენოს და მე ნახე უკვე ვხედავთ ზარებიდან გამომდინარე, იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც არა მარტო ტელესივრცეში გვაქვს, რომ ჩვენი მაყურებლის უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად გაიგო და მიხვდა თუ რა განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. და ამიტომაც ხეს შემთხვევაში არის, თუნდაც თუ გადაცემებს შეხედავთ ხოლმე ან სარეკლამო რგოლებს შეხედავთ, ჩვენ შემთხვევაში ნაციონალურ ოცნებას ვეძახით, ქართულ ოცნებას, რადგანაც მათი პოლიტიკური მოქმედებები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მსგავსია და რიგ საკითხებში ქართულმა ოცნებამ, ოღონდ ეს სიმძაფრისთვის არ არის ახლა ფორმა, მაგრამ გადაასწრო კიდევაც შეიძლება ითქვას ნაციონალურ მოძრაობას. ასე რომ ბატონო დავით, თქვენც თუ შეერთვებოდით დღევანდელი დღის ორშაბათიდან გამომდინარე. მოგესალმებით. დღეს დიდი ორშაბათი ქვია დღევანდელ დღეს. ვნების კვირა დაიწყო. ვნების კვირა დიდი ორშაბათია. პარასკევს იცით, რომ ქრისტე ჯვარს ეცმება. დღევანდელი დღე რელიგიურად რითია საინტერესო, რას იხსენებს ეკლესია დღევანდელ დღეს. იხსენებს ლეღვის გახმობას, ლეღვის ხის გახმობას. ესე იგი, რაშია საქმე? სახარებაში წერია, რომ ქრისტემ დაინახა ლეღვის ხე და თან წერია, რომ ქრისტემ დაინახა ლეღვის ხე, მოშივდა, მივიდა, ნაყოფი უნდოდა, მაგრამ ხეს ნაყოფი არ აღმოაჩნდა და ამავდროულად წერია, რომ არ იყო ჯერო ნაყოფის დრო და ქრისტემ თქვა, რომ მაშინ გახმიო და გახმა ეს ხე. და აი თითქოს წინააღმდეგობა აქვს. გესმის? ანუ ქრისტე მოწაფეებთან ერთად მოდის, ხედავს ლეღვის ხეს, მივიდა, ეძებს ნაყოფს, ნაყოფი ვერ ნახა, მე ვგულისხმობ, მომწიფებული ნაყოფი ვერ ნახა და თან სახარებაში წერე, რომ არც იყო დრო ნაყოფისო და ქრისტე ეუბნება, რომ მაშინ გახმები შენო და ეს ხე ქრისტე ეუბნება, მაშინ გახმიო და ეს ხე გახმა. და ძალიან ბევრი კითხულობს, კაცო, თუ ნაყოფის დრო არ იყო, ნაყოფს რატო ეძებდა და რატო უთხრა მაშინ უნდა გახმო. სამართლიანი რამდენად იყო ხო? აქ რაშია საქმე? ეს არ უკვირს მაგალითად იმ ადამიანებს, ვისაც ლეღვის ხესთან აქვს საქმე და არ უკვირს ამიტომ ებრაელებს. ლეღვის ხე ცოტა განსხვავებული ხე არის. თებერვლის ბოლოდან, ზოგჯერ თებერვალშიც კი, მაგრამ ძირითადად თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ლეღვის ხეზე პირველი ყლორტები, პირველი კვირტები და პირველი ნაყოფი ჩდება არა მომწიფებული.
მაგრამ ლეღვის ხე იცი როგორი ხეა, ყოველ თვე ამოდის ახალი ყლორტი ჩდება ყოველ თვე. ესე იგი, მარტში, აპრილში, მაისში, ივლისში უკვე პირველ მოსავალს იღებენ და გრძელდება. აგვისტოში ამოდის კიდე და მეორე მოსავალი როგორც წესი ოქტომბერშია. სინამდვილეში ლეღვის ხიდან შეიძლება მოკრიფო ნაყოფი 4-ჯერაც კი წელიწადში, ხა ამას არავინ არ აკეთებს, 2-ჯერ კრეფენ, მაგრამ 4-ჯერაც კი შეიძლება. საქმე იმაშია, რომ თვითონ ნაყოფი მწიფდება ლეღვის ხეზე სხვადასხვა დროს, არ ტალღისებრი ხდება ეს და არა ერთდროულად. ანუ იგივე აპრილში შეიძლება 2-3 უკვე მომწიფებული იყოს ზეთ და 30 მოუმწიფებელი. სულ ყოველ დღე თითოეულა ნაყოფი მწიფდება, დანარჩენი ნაყოფები არ მწიფდება, აი ესეთი ხე არის, სხვანაირად ხარობს ეს ხე და ეს იცის რა თქმა უნდა ყველა ებრაელმა და ბუნებრივია ეხლა ეს ქრისტემაც იცოდა და ისრაელში ყველა მიცოდა. ამიტომ არ იყო როცა מחარებელია სახარებაში წერია არ იყო ჯერ ნაყოფის დრო რა იგულისხმება ჯერის დრო არ იყო როდესაც ყველა ნაყოფი პირველი რო იტყვიან ნაკადი ნაყოფის უკვე მწიფია ივლისი და როდესაც კრეფენ ხოლმე მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ერთი ან ორი ნაყოფი არ შეიძლება ყოფილიყო მომწიფებული როგორც უკვე ვთქვი ლეღვის ხეზე ერთი ოროლა ნაყოფი მარტშიც აპრილში ნამდვილად ხდება ხოლმე და მაისშიც ხდება მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მზადაა ხე რომ მოკრიფო ნაყოფი ჯერ არაა მომწიფებული მაგრამ თითო ოროლა არის და ეს ხდება აპრილში ქრისტე ჯვარს მის წინ აპრილის თვეა ზუსტად დაახლოებით 7 ან 8 აპრილია როდესაც ქრისტე ხედავს აი ამ ხეს და მივიდა ზუსტად მაგ აზრით რომ ერთი ან ორი ამ დიდი ფოთლებია ხო ლეღვის ხეს ერთი ან ორი შეიძლება მოეძებნა მომწიფებული ნაყოფი და აღმოჩნდა რა რომ არც ერთი არ იყო მომწიფებული საერთოდ განა არ იყო იქ ნაყოფი მაგრამ მომწიფებელი იყო სულ ყველა ამ დროს ერთი ორი მაინც უნდა ყოფილიყო მაგრამ არც ერთი არ იყო და აი ამ ხეს წმინდა მამები ადრიან სწორედ ებრაელებს და ისრაელს და ებრაულ რწმენას რომ ქრისტემ ვერ ნახა ვერც ერთი უნაყოფო იყო უკვე ეს რწმენა და სინაგოგას და ებრაელებს აღარ შეეძლოთ ნაყოფის ამოღება ნაყოფის გამოტანა არც ერთს აღარ შეეძლოთ ნაყოფის გამოღება არ შეეძლო არც ერთს სწორედ ეს ხე აი ამის სიმბოლოა რომ ვერც ერთი მომწიფებული ვერ ნახა ანუ ეს ნიშნავს რომ იუდაიზმი ვეღარც ერთ ნაყოფს ვერ გამოიღებდა და ამიტომ უთხრა ქრისტემ რომ გახმი და საოცრება რა რომ გახმა ეს ხე ხო გახმა კიდევაც ეს არის სწორედ მიმანიშნებელი რომ მხოლოდ ქრისტიანობაში გაიხარებს ჭეშმარიტი რწმენა და აი ამას განიხილავს დღეს ეკლესია ეს არის ეს დღეს საერთოდაც ლოცვებს თუ გადავხედავთ ყველგანაა სწორედ ამაზე ლაპარაკი რომ კაცობრიობა იყო უკვე უნაყოფო და ქრისტე არის ის ვინც გახადა ნაყოფიერი კაცობრიობა იგულისხმება სულიერი ნაყოფი ანუ ჩვენი ღმერთთან მისვლა ნაყოფი ესაა რომ ღმერთს მივეწებოთ ეს არის ნაყოფი ვეღარ ეწებებოდა კაცობრიობა საჭირო იყო ის ღმერთის ენერგია რომელიც ქრისტეს აღდგომის მერე გაჩნდა მაცხონებელი ენერგია მადლი ზიარება ანუ რომლითაც ჩვენ ღმერთს ვეწებებით ესაა დღევანდელი დღე კი ბატონო ანუ ფაქტიურად ეს კვირაც თუ კი ავიღებთ ხო მე მგონი ყველა ქრისტიანისთვის და არა მარტო ქრისტიანისთვის მე ვფიქრობ რომ იმ ადამიანებისთვის რომლებიც შეიძლება ნაკლებად არიან ვრევლი მაგრამ თუ კი იმ საზოგადოებაში ვცხოვრობ ჩვენ რასაც ქრისტიანული საზოგადოება ქვია მართლმადიდებლური საზოგადოება ქვია ალბათ კარგი იქნება თუ ამ კვირაში მაინც აი ეს 7 დღე ფაქტიურად შეიძლება ითქვას განსაკუთრებულად მოუფრთხილდეთ ერთმანეთს განსაკუთრებულად შეფასებაში ადამიანები მიუხედავად იმისა რომ ურთულესი მდგომარეობა თქვენ წარმოიდგენით რომ ნებისმიერი პრობლემა რომელიც არის მეორე ადამიანი გეუბნება იმდენად ბევრი დაგროვდა ჩვენს ქვეყანაში პრობლემები რომ გეუბნება რომ კი გავიგე რომ თქვათ ქართული მიწის გაყიდვა პრობლემაა მაგრამ რომელ ქართული მიწაზე ლაპარაკობ როცა დემოგრაფიულად ელემენტარულად ქართველი აღარ რჩება ქვეყანაში და ეს უფრო მნიშვნელოვანია რა იწვევს ამას რომ ადამიანი აქედან
გადის რომ მიგრაცია და ესაა რომ ეს ეკონომიკის ბრალია. ანუ ყველა ადამიანი მეორე ადამიანს უკვე ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ ამუნათებს იმაში რომ პრობლემები რომელიც დაგროვდა ამ პრობლემების განხილვის დროს პრიორიტეტს რომელს ანიჭებს ამ მდგომარეობაშიცაა ქვეყანა. არის ნაწილი რომელიც ამბობს რომ აი შეხედეთ რა ხდება უკრაინაში, რა ხდება ირანში, რა ხდება ლიბანში. აი ჩვენ ამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ის ხომ მაინც მოახერხა რომ იგივე მდგომარეობაში არა ვართ და აქედან გამომდინარე ყველა ის პრობლემები რომელსაც თქვენ ლაპარაკობთ მეორე ხარისხოვანი ხდება. რეალურად რასაკვირველია რაღაც გარკვეული არგუმენტები აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ხო პირველი სახელმწიფო ვიყავით, ვინც რუსეთს პირდაპირ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რუსეთის ფედერაციას როგორც ქვეყანას დაუპირისპირდა და საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდით. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია ადამიანებს გარკვეულწილად აქვთ არგუმენტი იმისა, რომ მართლაც ხელისუფალს, რომელსაც შეიძლება არ გააჩნდეს აზროვნება იმისი, რომ ომი აიცილოს, ის შეიძლება ვთქვათ ასეთ შარში გაეხვეს. აქედან გამომდინარე, რაღაც ნაწილისთვის და მე ამ ნაწილის კიდევ ამ მესმის, იმიტომ რომ ჩვენ საახლობლოში არიან ეს ადამიანები, ჩვენი ზოგი მეზობელია, ახლობელია, ოჯახის წევრებიც კი შეიძლება იყოს, რომ ადამიანებს გარკვეულწილად არ ესმით ხოლმე და განსაკუთრებით სხვათა შორის აი ბოლო პერიოდში ისინი ფიქრობენ, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს და ამ ტელევიზიას, რომელშიც ახლა ჩვენ ვხედავთ, რატომღაც მათ გქონიათ, რომ თითქოს ჩვენი პოზიციები შეიცვალა. ამ დროს ჩვენ ამ პოზიციებზე ვიდექით უკვე წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას პირველივე დღეებიდან ვიდექით და ამ პოზიციას მივყვებით და ის ვინც პოზიციები შეიცვალა და ის ვინც არა მარტო პოზიციების შეცვლაც ბუნებრივი რამეა, ხდება ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ პრინციპები შეიცვალა. არ ვიცი ახლა ვინ რა მე მგონი ცოტა სხვანაირად კი არიან ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ მაგალითად ჩვენ რაღაცა პოზიცია შევიცვალეთ. და ეს არ არის სწორი. ამ ადამიანებმა სულ სხვა რაღაცას უნდა დაუფიქრდნენ ეს ადამიანები. აი ნახეთ, რატომ ვებრძოდით ჩვენ სააკაშვილის რეჟიმს? მარტივი მაგალითი ძალიან. სააკაშვილის პერიოდში არსებობს ძალიან ბევრი მარტივი მაგალითი, საიდანაც შეიძლება დავინახოთ, რატო ვებრძოდით ჩვენ სააკაშვილის რეჟიმს. აი ახლა მოვიყვან ერთ-ერთ მაგალითს, რომელიც ყველა მიცის. სააკაშვილის დროს ერთმა ადამიანმა მოიპარა სამი საბურავი და მისცეს 18 წელი. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი საბურავი მოიპარა, სარდაფში ჩავიდა, ამოიტანა. ფიზიკურად. მერე ჩავიდა მეორედ, ამოიტანა მეორე ჩავიდა მეორედ, ამოიტანა მეორე საბურავი და ჩავიდა მესამედ, ამოიტანა მესამე საბურავი. ეს ჩაუთვალეს როგორც სამი სხვადასხვა დანაშაული და მისცეს 18 წელი. ეს იყო საშინელება. განა ვინმე ამბობს, რომ საბურავის მოპარვა კარგია, მაგრამ 18 წელი სამ საბურავში არის აბსურდი. მაშინ როცა გვირგვლიანის მკვლელებმა იქ ზოგმა წელიწადნახევარ, წელიწად და 7 თვე მიიღო ვიღაცამ იქ 3 წელი და ასეთი რაღაცეები ხდებოდა. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ კაცი მოგწონს, თუ ჩვენ კაცი არ მოგწონს, თulit რომ ის კარგი კაცია, თუ ის ცუდი კაცია. თუ ადამიანმა დანაშაული არ ჩაიდინა, ცუდი კაცია, კაი კაცია, ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, არ შეიძლება ის იჯდეს ციხეში. და თუ ჩაიდინა დანაშაული, უნდა იყოს ადეკვატური სასჯელი. არ შეიძლება ადამიანს არაადეკვატური სასჯელი მიუსაჯოთ იმის გამო, რომ ჩვენ ის არ მოგწონს. ან მოგწონს. აი ეს არის მთავარი. დემოკრატია ამას ნიშნავს და ჩვენ ასეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? სულ მომყავს ეს მაგალითი. არ ვიცნობ მე ელენა ხოშტარიას. ელენა ხოშტარია ცოცხლად ყავს ერთხელ ნანახი. მან პროკურატურაში შეიტანა სარჩელი ჩემს ირმაინაშვილის ჩვენს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ეს ჩემთვის მეორე პლანზე გადადის. არ შეიძლება რომ ელენე ხოშტარიას მიუსაჯონ წელიწად ნახევარი იმის გამო, რომ მან საარჩევნო პლაკატზე ფლომასტერით დაწერა, რომ ვთქვათ, კახი კალაძე რუსეთის აგენტია. არ შეიძლება ამის გამო წელიწად ნახევარი მიუსაჯოთ მას. ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზნეობრივი მიდგომა და კანონიერი მიდგომა უნდა იყოს ყველას მიმართ, მიუხედავად იმისა, მოგწონს ეს ადამიანები თუ არა. 2 თუ 3 დღის წინ
ერთი ჩემი მეგობარი შემხვდა და რაღაცაზე მესაუბრებოდა და თვითონ მითხრა რომ აიო ესე იგიო დაისაჯაო ეს ელენე ხოშტარიო ისეთი რაღაცეები იკადრაო რომ აი ძალიან კარგი რომ დაისაჯაო ვეუბნები კაცო შენ ვერ ხვდები რომ რისთვის არის დასჯილი თუ რამე დანაშაულები აქვს ჩადენილი იმ დანაშაულებისთვის დასაჯე როგორ შეიძლება აი გაზროვნება რომ ძალიანაც კარგი რომ ის წელიწადნახევრით ჩასვეს თუ მას ფლომასტრით წარწერის გამოსვა სისულელია ჩვენ კი არ შევიცვალეთ ჩვენ ყოველთვის ესე ვაზროვნებდით სამართლიანობა პირველ რიგში ამას გვავალდებულებს ქრისტიანობა მათ შორის ამ ნებისკვირაში ვამბობ ამას სამართლიანობა წესიერებას ნეობრივი მიდგომა ყველასათვის უნდა იყოს ერთი და იგივე მიუხედავად იმისა მოგწონს ეს ხალხი ჩვენ თუ არ მოგწონს ეს ხალხი არავითარი მნიშვნელობა ჩვენ პირად დამოკიდებულებას არ აქვს თუ არა და ჩვენ ვემსგავსებით იმ სააკაშვილის რეჟიმს და ამას დაემსგავსა ეს ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია და ამის გაგება ბევრს არ უნდა აი მაგაში ჩვენ უახლოეს ნათესაებს და ოჯახის წევრებს ვერ ვაგებინებთ რომ არ შეიძლება 21 საუკუნეში დასმენების შესახებ კანონი მოქმედებდეს და დასმენას დაწერდა კაცი ჭერდნენ და ეს გააკეთა ქართულ მოცნებამ გააკეთა და ვერავის გულთან ვერ მივატანიეთ ეს ამბავი ამ კუთხიდანაც მინდა რომ მაშინ ერთით ყოველ შემთხვევაში თქვენი აზრიც მინდა იმიტომ რომ მე ჩამოყალიბებულად ესე უყურებ რომ გარკვეულწილად სწორედ ქრისტიანული აზროვნება ქრისტიანულმა ცივილიზაციამ შექმნა დღევანდელი ეს დასავლური ცივილიზაცია, რასაც დემოკრატიას ვეძახით. ხო, საწყისი რასაკვირველია იყო ის ფრანგული რევოლუცია, ბურჟუაზიული რევოლუცია, როდესაც ელემენტარულად გაჩნდა ადამიანებში მიდგომა ესეთი. თუ კი ქრისტიანობა ნიშნავს, რომ ადამიანი უფალთან ყველანი თანაბრები ვართ და ჩვენი საქციელის მიხედვით უნდა მოხდეს ჩვენი განსჯა. მნიშვნელობა არ აქვს, მე მსახური ვარ, შენ სახარ რა ქვია, ასისთავი ხარ, მეფე ხარ, ან თქვათ რაიმე ასე თქვათ სოციალური სტატუსი გაქვს. აქედან გამომდინარე ადამიანებმა თანდათანობით გაჩნდა ადამიანებში მოთხოვნილება, რომ მაშინ ქონოდათ მათაც უფლება, რომ მიეღოთ მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში. რადგან თუ კი ადამიანი თანაბარი გაჩნდა მის წინაშე და ყველას გვაქვს ის უფლება, რა უფლებაც შეიძლება ითქვას ადრე ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ იერარქიიდან მოყოლებული თქვათ მონარქს სოციალური სტატუსის მიხედვით იყო, ამან გარკვეულწილად მოიტანა შემდგომში უკვე დემოკრატიული აზროვნება, რომელიც თანდათანობით დაიხვეწა და ყველაზე პირველი ქვეყანა, რომელშიც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აი პირველი საპარლამენტო არჩევნებით არჩევნების გზით მერე უკვე პრეზიდენტის არჩევა იქნება ეს ხელისუფლების არჩევა იქნება ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ მე უკვე ამერიკის შეერთებული შტატები გახდა გარკვეული მოდელი ამისა და დასავლურმა სამყარომ იდეოლოგიურად შეიძლება ითქვას რომ საკონკურენციო ბრძოლა გამოუცხადა უკვე იმ დანარჩენ მართლობის ფორმებს და თქვას აი ესეთი მართლობის ფორმა თუ კი იქნება მაშინ ეს ნიშნავს რომ ეს არის პროგრესული საზოგადოება და მათთან გვექნება სრულიად სხვა დამოკიდებულება ამას რატო ვამბობ ბატონო დავით დღევანდელ სიტუაციაში გაჩნდა იმის აზრი რომ ჩვენ სუვერენიტეტს ვიცავთ და თუ კი ჩვენ საქმეებში ერევა თქვა დასავლელი მეზობელი რომელიც გეტყვის რომ შენ არ იქცევი და არ ექცევი შენ საკუთარ ხალხს სწორედ აი თქვენ წარმოიდგინეთ ის ადამიანებიც კი რომლებსაც შეიძლება ითქვას რომ ირანთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებით გამოჩნდა ეს ხო როგორც კი ჩათვალეს რომ ლიბერალურმა საზოგადოების ქართული საზოგადოების ნაწილმა მხარე დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მოქმედებას მეორე ნაწილმა ჩათვალა რომ მაშინ მექანიკურად ჩვენ უნდა დაუჭიროთ მხარი ირანს იმიტომ რომ მათ სუვერენიტეტს ეხებიან მათ სუვერენულ საქმეებში ერევიან და დაახლოებით ეს ლოგიკა შემოაქვთ ხოლმე საქართველოს მაგალითს და ამბობენ რომ სასამართლო არა გვაქვს, გავიგერო არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს უფლება რომ ელენე ხოშტარიას როგორც გვინდა ისე მოვექცევით, იმიტომ რომ ქართულ სუვერენიტეტში ჩარევა იქნება თუ კი უცხოელი ერევა. დავით თარხან-მოურავი რომ შეფასებას აკეთებს, გავიგე ბატონო, მაგრამ რატომ უჭერს დავით თარხან-მოურავს მხარს დასავლეთ? დღეს არ არსებობს ძალიან ბევრ ადამიანს არასწორად ესმის რა არის სუვერენიტეტი. 21 საუკუნეა არ არსებობს სუვერენიტეტი მთლიანად იზოლირებული. ესეთი რამ აღარ არსებობს. მასე ხვალ შეიძლება თქვათ ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც ავტომობილებს აწარმოებენ და იქიდან შემოგვაქვს ჩვენ ავტომობილები და ამერიკიდან ამ ქვეყნებმა თქვას, რომ მეტი მორჩა ავტომობილები აღარ იქნება, ჩვენ აღარ მოგაცდით. ჩვენ ეს გაგვიხარდება? ჩვენ ვიტყვით
რომ აქ არის უსამართლობა, როგორ ეხლა სხვებს აწვდი, მე რატო არ მაწვდი. ეს მარტივი მაგალითია, ან ხვალ რომ ადგეს და სამხრეთ კორეამ, Samsung-ის ქვეყანამ და იაპონიამ და ჩინეთმა გადაწყვიტონ, რომ მობილურ ტელეფონებს აღარ მოყიდიან. ჩვენ რას ვიტყვით? სუვერენიტეტი აბსოლუტური და იზოლირებული დღევანდელ სამყაროში არ არსებობს. სუვერენიტეტი გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად ხარ თანამშრომლობაში და შენი სუვერენიტეტი იქ თავდება, სადაც სხვისას არ ღვევ შენ. და ეს ოქროს ბალანსი უნდა იყოს დაცული. ხშირად ეს ბალანსი არაა ხოლმე დაცული და ამას უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა და სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს და ისინიც უწევენ წინააღმდეგობას. რატომღა ჩვენ გონია მაგალითად საფრანგეთში ან დიდი ბრიტანეთი ავიღოთ. დიდმა ბრიტანეთმა დიდი ბრძოლა ჰქონდა ევროკავშირთან, რატო? იმიტომ დიდ ბრიტანეთში იცით მელიებზე ნადირობენ, სეზონია და ევროკავშირი მოთხრა ამ სეზონში არ უნდა ინადიროო. და იმან გაუწია წინააღმდეგობა და არ დაეთანხმა. ანალოგიურად იყო თქვათ, იქაც იღზე ნადირობის სეზონი იყო საფრანგეთში, იქ რაღაცას უგზავნავ და არ დაეთანხმენ. ახლა მერე მიდიოდა LGBT. 27-მა ქვეყანამ თქვა ამაზე უარი და მაგალითად პოლონეთში არანაირი LGBT საერთოდ არ არის. რამე მოხდა? არც არაფერი არ მოხდა. ამიტომ ეს სპეკულირებაა და სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ ჩვენ. ახლა შემდეგი. ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებებს ჩვენ უნდა ვიცავდეთ. არ შეიძლება ჩვენ მოგვინდეს, ჩვენ ხელისუფლებას მოუნდეს და მაგალითად თავის თავს დაუწეროს 80% არჩევნებში და თქვას, რომ ეს ჩემი სუვერენიტეტია და სხვა ქვეყნები რო ეტყვიან, რომ ეგ სისულელია 80%-ს ვერც აიღებდი, ჩვენ უპასუხოთ, რომ ეს არის ჩემ სუვერენიტეტში ჩარევა. სისულელია ესა და უნდა გავიგოთ ეს. რომ ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ჩვენ უცხო ევროპის ქვეყნებს და საერთოდ არც ერთ უცხო ქვეყანას უფლება რომ ჩაერიონ ჩვენს აზროვნების წესში, ჩვენს მენტალობაში, ჩვენ კულტურაში. ეგ სხვა საკითხია, თუ ვიღაცა ერევა, უნდა აუგრძალოთ და ამის გამო გარწმუნებთ, არავინ არ გაგვიყავს ჩვენ, არავინ. ყველა სხვა ქვეყანამ დაიცვა, ეს ჩვენი ხელისუფლებები ქმნიდნენ სპეკულირებას, სააკაშვილს უნდოდა ამის ყველაფრის დანგრევა და ქართული ოცნება ჯერ თანამშრომლობდა დასავლეთის ყველაზე რადიკალურ ცუდ ძალებთან და ცდილობდა ამას და ეხლა აღარ უნდა. მაგრამ ვიღაცას ეუბნება, რომ აი გვაწვევიან, გვაძალებენ, არავინ აფს აღარ აძალებს. მაგრამ არ შეიძლება დაუშვათ შენი კულტურის, შენი აზროვნების წესის დაცვის ქვეშ, დაცვის აი ამ საფარქვეშ ილაპარაკო იმაზე, რომ უნდა გააყალბო არჩევნები და არავინ არ უნდა გითხრას, რატო გააყალბე არჩევნებიო. ეს სისულელია. ასევე არ შეიძლება გეგონოს, რომ ვიღაცას მოწამლავ, წყალს დაასხავ, რომელშიც ქიმიური ნივთიერებებს აურებ და მერე იტყვი, რომ არაფერი პრობლემა არ არის პრობლემა. მე გითხარით და კიდე გეუბნებით, რომ საერთაშორისო ჰააგამდე მივა, ნახავ თქვენ თუ არ მივიდეს ჰააგამდე, აი ბატონი კობახიძის და შეიძლება ამას ივანიშვილიც გადაყვეს, აი ამათი საქმე მივა, შეიკრება ყველანი ეს ქვეყნები. ანუ საერთაშორისო სამართალი არსებობს. და თუ ვიღაცა გვეუბნება, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართალი არც უნდა გვაინტერესებდეს, ნუ ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის. ხო, მაგრამ აი გარკვეულწილად ნახეთ ისინი თვლიან, რომ და ხშირად ვკამათობთ ხოლმე ამაზე მეც მაგ ხოლმე ჩვეულებრივად. აი ამერიკის შეერთებული შტატები ორმაგი სტანდარტით იქცევა. იქ სადაც თითქოს უნდა იცავდეს დემოკრატიას, გასაგებია, მაგრამ აი თქვათ იგივე ირანთან მიმართებაში. ხო, რა უფლება ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო, მათი აზროვნებაში ეს მომენტი დგას, რომ ჩაერივნენ იმის გამო, რომ ის ქუჩაში ხალხს ხვრეთ და თუ არ ხვრეთ და ეს მისი მოსახლეობა იყო და მას თავისი მიდგომა აქვს. აქ ამაში არაა საქმე. აქ საერთოდ ამაში არაა საქმე. ირანი შეიქმნა თუ არა ისრაელის სახელმწიფო. აღსდგა, ეს არის უფრო სწორად. ისრაელის სახელმწიფო აღსდგა 1948 წლის ხელშეკრულებების საფუძველზე. როგორც კი გამოცხადდა აღდგენა ისრაელის სახელმწიფოსი, ირანმა იმავ წუთას ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ისრაელს და იმ დღიდან მოყოლებული ირანი დღენიადა ყოველდღე აცხადებს, რომ ის დაბომბავს ისრაელს, გააქრობს ისრაელს, წაშლის დედამიწის ზურგიდან. მათი სიტყვებია ირანელების, წავშლით დედამიწის ზურგიდან ისრაელს. მეტიც მოქმედებს, უბრალოდ არ ლაპარაკობს. ყველა ტერორისტული ორგანიზაცია ხამაზი იქნება, ჰეზბოლა იქნება, იქ კიდე რაღაც მუსლიმანური ძმები, უამრავი ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციების უკან ზოგიერთის უკან თურქეთის დგას, მაგრამ ირანი დგას ყველას უკან პრაქტიკულად.
აი ეს ორგანიზაციები გავლილი 10 წლეულების, თითქმის 80 წელიწადია საუბარი, ათასობით ადამიანი ყავთ მოკლული, მათ შორის ბავშვები ათასობით ყავთ მოკლული. ეს ორგანიზაციები არ ჩერდებოდნენ, არ ანებებდნენ ისრაელს თავს და ჩვენ არ გვინდა და არ ვიცით ეს რატომღაც და არც გვინდა რომ ვიცოდეთ. ფაქტიურად ირანს 80 წელიწადია ისრაელში მიყავს ომი, ტერორისტული ომი, რასაც 10,000-ობით კაცი ემსხვრებლა ჯამურად და 1000-ობით ბავშვი ჯამურად. და ამის გაგება არ გვსურს ჩვენ და ამ ტერორისტული ორგანიზაციების უკან იდგა ყოველთვის ირანი. აღარ ვლაპარაკობ, რომ ირანი ეს არის სახელმწიფო, რომელიც აყაჩაღებდა ყველა მეზობელ ქვეყანას მთელი თავისი ისტორიის მანძილზე და მრავალ ათასიანი ისტორიის მანძილზე აყაჩაღებდა საქართველოს. ბოლოს და ბოლოს ეს აუცილებლად დამთავრდებოდა ომით და ომი არის დღეს ამერიკა-ისრაელს შორის. მაგრამ ეს სრულიად სხვა ომია. ეს არ არის ომი, როგორც ჩვენ გონია, რომ აი დაბომბავენ ტყუილია. არც ერთი სკოლა არ დაბომბილა, არც ერთი ბავშვი ირანში არ მომკვდარა და არც ერთი ქალაქი არ დაბომბილა. საერთოდ სრულიად სხვა ტიპის ომია. ამერიკა, ისრაელი რა იბომბება? საზღვაო ფლოტი მოსპეს, საჰაერო ფლოტი მოსპეს, ბომბავენ იმ ქარხნებს ეხლა, რომლებსაც ორმაგი დანიშნულება აქვთ, ანუ რომლებსაც სამხედრო პროდუქციის წარმოება შეუძლიათ. რაკეტების 90% მოსპეს, ბომბავენ ეხლა იმ ადგილებს, სადაც 100 მეტრის სიღრმეშია რაკეტები. გადავიდნენ ხიდებზე, რომელიც შეიძლება სამხედრო საკითხებისთვის იყოს გამოყენებული ინფრასტრუქტურა. ანუ 50,000 საჯაროდ გამოცხადებული სამიზნეა დასაბომბი, 10,000 უკვე დაიბომბა და განადგურდა. 10,000 50,000-დან სულ სხვა ომია. პირდაპირ ამბობენ, რომ არც ერთ ქალაქს არ ბომბავთ, მარტო იმ ობიექტებს, რომლებსაც საერთოდ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურასთან აქვს შეხება, რომ მთლიანად მოსპონ და აღარ იყოს ეს სახელმწიფო სამხედრო სახელმწიფო. რა თქმა უნდა, მეორე საკითხია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, იმიტომ რომ მთელ სოფლიოს ესმის, რომ სანამ ირანში დარჩება არსებული მართვის სისტემა, ირანი არ გაჩერდება, ეს ყოველთვის იქნება საფრთხე. ანუ უნდა მოხდეს იქ შიდა რევოლუცია, მაქსიმალური თავშეკავებაა, რომ სამხედრო ოპერაცია არ იყოს. როგორც ეს სირიაში აღარ იყო, გესმით, ყველგან ცდილობენ, რომ არ იყოს სამხედრო ოპერაცია, სოფლიოს სხვა სტანდარტებზე გადავიდა. ნუ ელოდებით, რომ იქ რუსულ-უკრაინული ომი იქნება, ნუ ველოდებით, რომ იქ რაღაც ქალაქები დაიბომბება, სახლები არ მოხდება ეს. მაქსიმალურად იქნება შიდა ძალებით რევოლუცია, რომ გაემიჯნოს საერო და რელიგიური მმართველობა და გახდეს საერო სახელმწიფო ირანი. ეს 21 საუკუნის ომია, სხვა ომია. დღეისათვის არის 10,000 ობიექტი განადგურებული 50,000-დან და საჯაროა ეს გეგმა. ეხლა იქ ორმოზის სრუტეა, რომელსაც გახსნის ამერიკა, ამასაც ეს ირანმა გადაკეტა, ამასაც გახსნიან. აი ესეთი ტიპის ომი მიმდინარეობს. უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ ეს მავნებელი სახელმწიფო იყო ყოველთვის და არის და ჩემთვის გაუგებარია ქართველებს, რატო შეიძლება რაღაცა გზნობიარობა გაუჩნდეთ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლებმაც მილიონობით ქართველი ამოჟლიტა. მილიონობით. ჩვენ ირანი რო არ ყოფილიყო, არაბეთი, ირანი და თურქეთი, შეიძლება 100 მილიონი ყოფილიყავით ერი. და ახლა აი ამათ მიმართ ჩვენ როგორ გვაქვს რაღაც სიმპათია, მე გაოცებული ვარ. კეთახმებით, თუმცა ერთ ნაწილში შეიძლება გითხრათ, რომ ირანს მაინც განსაკუთრებით ისლამამდელ ირანს უფრო ძველი იმით თუ წავალთ ეს პირველი სახელმწიფოა. არა, მაშინ პირდაპირ ვიყავით, ასე ვთქვათ, სატრაპი არ ყოფილვართ, სომხეთის სატრაპია იყო, მაგრამ არა, რატო ეხა შაჰ-აბასის დროს ვიყავით რეგიონი ირანის რეგიონი ვიყავით. მოდი ზარს უპასუხოთ და მე გავაგზავნოთ ეს თემა, კი ბატონო. ისმენთ მოგესალმებით. პატივისცემით. მინდა ორ საკითხთან დაკავშირებით დაგელაპარაკოთ და ეს ორი კითხვა გამცეთ პასუხი. პირველი საკითხია, რომელიც ჩვენ უშუალოდ რელიგიას ეხება და მე მაინტერესებს სახელმწიფოსა რა უბრალოდ თავრობასა და რელიგიას შორის, ქრისტიანულ რელიგიაზე ლაპარაკი. წითელი ხაზები ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. როგორ გადის რა დონეზეა ეს ურთიერთობები და ჩემი განლაგებით მაგალითად ჯერ უნდა იყოს ეკლესია, ხალხი და ხელისუფლება ბოლოში. ეხლა პირიქით მგონია ხელისუფლება არის გადასული
ზედა ადგილზე და აზის უბრალოდ ხალხს და რაც თქო ეკლესიას. ამიტომ მაინტერესებს ის წითელი ხაზები თუ ეგრეთ წოდებული ხაზები არსებობს საერთოდ. და მეორე კითხვა მინდა ეგეთი. აი თაობა რომელსაც სააკაშვილის თაობას უძახი. არის თუ არა პასუხისმგებელი ამ თაობის გაზრდაზე ვინმე? ან სისტემა, ან იმიტომ რომ ჩვენ ისეთი მე ახალსაგოვანი კაცი ვარ და ისეთი სისტემიდან მოვდივარ, სადაც სახელმწიფოს ჰქონდა აღებული მომავალი თაობების აღზრდის საკითხი. და აი ეს თაობა ისეთ პერიოდში მოხდა, რომ აი გაურკვეველია ეს მომენტი და ჩემი კითხვა აქვს თუ არა ის აზრი უბრალოდ ასეთ დროს. არა აქვს, აი პასუხს ვითხოვ. კი ბატონო, თქვენ თუ გნებავთ ეთერში შეგიძლიათ. აი ძალიან მადლობას გიხდით პასუხის. თუ გინდათ იყავით ეთერში, ნუ გახვალთ და ჩვენ ისე კი პასუხებთ ამ კითხვებზე. შევეცდებით რომ უბრალო პასუხები გაგცეთ. რა თქმა უნდა, ეკლესია გამიჯნული უნდა იყოს სახელმწიფოსგან და დაუშვებელია ის რაც ახლა ხდება, ჩემი აზრით, მე მგონი ყველას გვესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩაერიოს პატრიარქის არჩევნებში. და ცდილობს ხელისუფლება, რომ ამ ხელისუფლებამ ჩემი აზრით ყველას დიდ დანაშაული ის ჩაიდინა უკვე, რომ მან მოსპოს საერთოდ დემოკრატიული არჩევნების სისტემა. დღეს ხელისუფლება ნიშნავს დეპუტატებს, ნიშნავს გამგეობებს, ნიშნავს საკრებულოს წევრებს, აი ვისაც უნდა იმათ ნიშნავს პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, ყველას ნიშნავს. ეს ერთი პრობლემაა, ეს უკვე ტრაგედია, ეს ნიშნავს, რომ 30 წელი რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ, ყველაფერი წყალში გადაიყარა. მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ისაა, რომ ეხლა ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პატრიარქიც მა უნდა დანიშნოს. და იქ ეხლა აფათურებს ხელებს გასაგებია უკვე საპატრიარქოში, სინოდში, იქ რაღაცა მომხრეებს, აგროებს და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ის ცდილობს ჩაერიოს ამ პროცესებში. რაც ყოვლად მიუღებელია, იმიტომ რომ პატრიარქი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სამღვდელოება, სინოდი აირჩევს ღვთის განგებით და სულიწმინდის მადლით და არა ქართული ოცნების კარნახით. ასე რომ ჩვენ წინ ჩემი აზრით ძალიან მძიმე პროცესი გველის. ეს ერთი თემაა. რა თქმა უნდა, რელიგია უნდა სულიერი ლიდერის ფუნქცია იტვირთოს და უნდა ჰქონდეს ეს ფუნქცია, რელიგია, სულიერების ფუნქცია. და გასაგებია, რომ მას გარკვეული თანამშრომლობა ჭირდება ხელისუფლებასთანაც, მაგრამ არსებობს ზღვარი. არ შეიძლება ხელისუფლება როდესმე ერეოდეს რელიგიურ საკითხებში და არ შეიძლება რელიგია შეიძლება ვკარნახობდეს ყველა საკითხს, რომელიც სულიერებას ეხება. აი ამას არ უნდა ცდებოდეს. ეს მეორე თემაა. ეს ბალანსი დღეს პატრიარქი ამ ბალანსს ინარჩუნებდა ძალიან მძიმედ, მაგრამ ინარჩუნებდა. ესე იგი მოახერხა ეს ყველაფერი და ბოლო პერიოდში ავად იყო, ეხლა ხვდები თქვენ გარდაიცვალა პატრიარქი სამწუხაროდ, იმედი მაქვს რომ უკვე თქვი წმინდანად შერაცხავენ, მაგრამ მოხდება სასწაულები და დავინახავთ. ეხლა ხელისუფლება ცდილობს ეს ბალანსი დაარღვიოს და ფაქტურად უნდა რომ მისი მართვის ქვეშ აღმოჩნდეს ეკლესიაც. მე ამას ხედავ, არ ვიცი ხედავ თუ არა თქვენ, ხედავენ თუ არა სხვები. მე მგონი რომ არ მეჩვენება და ხედავ ამას და ვამბობ ამას ღიად. და იმედი მაქვს რომ როგორღაც ამას მაინც დაუძვრებით ჩვენ ახლა. ეს ერთი თემაა. მეორე თემა ისაა რომ რა თქმა უნდა საზოგადოება აგებს პასუხს იმაზეც რომ სააკაშვილის თაობა გაიზარდა. იცით რა, იყო მთელი თაობები 60-იანი წლების, 70-იანი წლების, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს და სხვათა შორის სწორედ ამ თაობებმა და აი მეორე მსოფლიო ომის მერე, სამამულო ომის მერე წამოვიდა ის თაობები, რომლებიც ძალიან მამულიშვილურად იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის. და ეს ყველაზე ალბათ კარგი თაობები იყო, ბოლო პერიოდში, რასაც მე მოვსწრები ვარ, მაგრამ უკვე 80-იან წლებში საქართველოში გაჩნდა ძალიან ცუდი ტენდენციები, როდესაც ქვეყანა მოძლიერდა შედარებით, ყველაზე მაღალი ცხოვრების დონე იყო საბჭოთა კავშირში, ფეხზე დადგა ქართული მეცნიერების ფენომენი და ასე ყველაფერი წინ წავიწიეთ ძალიან და უცებ მერე წავიდა ახალი ტენდენციების სწავლა არ ჭირდება ბავშვებს, იქ ჩავაწყოთ ეს, აქ გამოვაწყოთ, იქ ჩაწყობა, გადაწყობა, ვიღაცის ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა, ამან ყველაფერმა ნელ-ნელა მიგვიყვანა იქამდე, რომ გაჩნდა თაობები, რომლებიც არავის პატივს არ ცემდნენ და არაფერს პატივს არ ცემდნენ ჩაწყობების და ფულის გარდა. მერე სამოქალაქო ომი, სამწუხაროდ, სადაც არ ვიცი ახლა
ვიბრძოლეთ ჩვენ ბევრი, ვერ გავიმარჯვეთ ამ ომში. შეიძლება სიბზნე არ გვეყო, შეიძლება უფრო ბრძნულად უნდა მოუქცეულიყავით. სამწუხაროდ მოხდა როგორც მოხდა. აი ამის ამ დროს საერთოდ არავინ არ ზრუნავდა არავის და არაფრის აღზდაზე და ამ დროს იყო ძალიან ისეთი პერიოდი, როდესაც საერთოდ არავითარი არა მარტო კანონიერება, ზნეობრივი ნორმებიც არანაირი არ იყო დაცული და ამან კიდე გამოიწვია თავისი დაღი დაასვა იმ სააკაშვილებს და გაჩნდა აი ესეთი თაობა. რა არის სააკაშვილის თაობა? ეს არის თაობა, რომელიც პირველი არა ღმერთი, აი ესეთია ეს თაობა. მეორე არა სამშობლო, მე ამას დავარქვი, მე მგონი ხუთი არა ადრე, არა ღმერთი, არა სამშობლო, არა ერი, არა ენა, არა სქესი, ყველაფერი არა. არავინ ავტორიტეტი ამათთვის, არავის პატივისცემა, ეს ყველაფერი ქართული აზროვნების საწინააღმდეგოა, იმიტომ ქართული აზროვნება ყოველთვის იდგა სწორედ ავტორიტეტზე, ურთიერთ პატივისცემაზე. ესენი ყველაფერზე ამაზე უარი და ახლა კიდე ახალი თაობები წამოვიდა იგივე სულისკვეთებით, სამწუხაროდ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ესეთია, ძალიან ბევრია ესეთი და შრომაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და ჩვენ დაუბრუნდეთ იმ ქართულ აზროვნებას. და ყველაზე ცუდი არის ის, რომ არსებული ხელისუფლება ამ კუთხით არაფერზე არ ზრუნავს. ის საერთოდ არ ფიქრობს ამაზე. განა ქართული ოცნება ცდილობს, რომ ჩვენ ერთმანეთს და ჩვენ ახალგაზრდა თაობას უთხრათ, რომ ყველაზე მთავარია, რომ ერთმანეთს პატივს ვცემდეთ, ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთის ავტორიტეტს ვაღიარებდეთ, რაღაცა სიკეთე ვეძიოთ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც მონათმფლობელურ წყობილებას აწყობს. ეს ხელისუფლება ახლა კიდე უფრო უარეს რაღაცას დის ახალგაზრდა თაობაში, რომ თავარია ფული, თავარია მაქსიმალურად გამდიდე, მიიტაცო, წაართვა, შეძრეკ, თამი, ისა, ესა. ოღონდაც გამდიდე და ოღონდაც იმ 0.7%-ში აღმოჩნდა, რომელიც ფლობს თელამ ქვეყანას და დანარჩენი 99% და 3/10 მომკვდარა, თუ გინდა საერთოდ არაფერი არ მადარდებს. აი ამას თესავს ეს ახალი ხელისუფლება. აი ეს არის ტრაგედია. მე მგონი გიპასუხეთ, თუ კითხვა გაქვთ, კიდე შემიძლია გაცნოთ. არა, მადლობთ, აი ზუსტად მაგ ბოლო აი კითხვის პასუხზე მინდა რომ ჩემი აზრი მოგახსენოთ. ესე იგი, გამზრდელი თაობა, გამზრდელი არ ყოლია ჩემი აზრით იმ თაობას. აი თვითონ როგორ ჩამოყალიბდნენ იმ მენტალურად იმ გარემოდან. აი ესეთი გამოვიდა ესეთი პროდუქტი საბოლოო ჯამში, მაგრამ მე არ გეთანხმებთ ერთ რაღაცაში, რომ აი მთლიანად ბოდიში და ხელი შევახოცოთ მათ ამ ყველაფერზე. და ჩვენ არ დავიტოვოთ განსაკუთრებით აი მთავრობის ხალხმა, მე 70 წლის კაცი ვარ, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა ამ პროცესებში იმ თქვენ სწორად განსაზღვრით. რა პერიოდებში გაიზარდა ეს თაობა და რა დრო გამოიარა. აი ზუსტად ყველაზე საზღარი და საშინელი, საიდანაც არ შეიძლებოდა არც მაგალითის აღება, არც ნეობრივი, არც მორალური და საერთოდ არაფერი მაგალითის და მე თიმისა ვარ. არა, ჩვენ ხელს არ ვახოცავთ. ვახსენებთ, მოიხსენებთ, რასაკვირველია თავისი შეცდომებით. აი ესე გამოდის, რომ აი იმათი ბრალი იყო ის როგორებიც არიან და ამაში ვერ დაგეთანხმებით. არა, მომისმენთ ერთ წუთი. ერთი წუთი მომისმენთ. ამ დროს და ცოტა ალბათ სხვანაირად უნდა ერთი წუთი მიუძგეთ მათ შეფასებას. ერთი წუთი მომისმენთ. მე იმ დროსაც და დღეს რასაც ვლაპარაკობ, იმას ვლაპარაკობდი 30 წლის წინაც. მე სტუდენტებს მე მართალია ბევრ საგანში ვკითხულობდი და მათ შორის მათემატიკურ საგნებში ლექციებს, მაგრამ მე ერთ კაცს მაშინაც ზნეობრა იყო მთავარი ჩემთვის წინა პლანზე და ამას ვასწავლიდი სტუდენტებს და დღესაც. პირადად მე რაც შემეძლო, არაფერი შემიცვლია, რასაც ეხლა გეუბნებით, იმას ვამბობდი მაშინაც და სადაც შემეძლო ტელევიზიით თუ გაზეთით თუ ლექციაზე ყველგან ერთა იგივეს. მე პირადად ხელს არავის არ ვახოცებ, მაგრამ მე რაც შემეძლო ყოველთვის ვაკეთებდი და ვაკეთებ. მე ერთ კაცს ეხლა მეტი რა შემიძლია. ჩვენ რო პარტია შევქმნით, საკითხი არ არის, ეს საერთოდ საზოგადოებაზე. ჩვენი პარტია რო შეიქმნა, თქვენი მჯერა ყოველთვის და ეს შეკითხვები სხვათა შორის ბატონო დავით, აი თქვენი მოსმენიდან გამომდინარე მაქვს, აი მესმის. და მე მადლობას მოგახსენებ. გაიხარეთ, იცოცხლეთ. ძირფესვიანი ახსნა განმარტებების. იცოცხლეთ. რა ვიცი, ჩვენი პარტიაც ყოველთვის ცდილობდა, რომ სწორედ ეს პრინციპები ყოფილიყო წინა პლანზე, ამისთვის ვიბრძოდით. ნუ სამწუხაროდ
ხელისუფლებაში ახლა სხვა პარტიაა და ეს პარტია ჩემი აზრით თვალთმაქცობის და მლიქნელობის მაგალითია ეს პარტია სამწუხაროდ და საერთოდ ეს პარტია უკვე აღარ არის ქართული ოცნება, ამან შეირწყა მთლიანად იგივე სააკაშვილის ნაცმოძრაობა და არის ნაციონალური ოცნება, დღეს უმეტესწილად ახლა იქ რა თქმა უნდა რჩებიან კარგი და წესიერი ადამიანები, მაგრამ უმრავლესობა კვლავ სააკაშვილის ხალხი შებრძანდა იქ და ბატონი კობახიძე მე ხშირად მithქვავს ეს საერთოდ უბედურებაა საქართველოსთვის და დაღუპვაა ჩვენი ქვეყნის, აი სრული უბედურება. მოკლედ თუ დაუბრუნდებით ეს არის საერთაშორისო საკითხები, ეს არის მაგალითად იგივე ირანი, აქ ჩვენ ვთქვით. ზოგადად ერთი რამ უნდა გვესმოდეს ჩვენ რომ არ შეიძლება მოუწყდეთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას. არ შეიძლება ამავდროულად რაღაც უგუნურად ვიქცეოდეთ რომელიმე მიმართულებით. არც ის ვარგა რომ ყველაფერში ვეთანხმებოდეთ ან ევროპას და ან ამერიკას, არც ის ვარგა რომ ყველაფერში ვეთანხმებოდეთ რუსეთს ან თურქეთს და არც ის ვარგა რომ ყველა სამად ყველაფერში მტრობდეთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მთავარი რამ, რასაც მე 30 წელი ვამბობ, რომ საქართველოს უნდა იყოს კავკასიის შვეიცარია, ნეიტრალური ქვეყანა, ყველაფერში ნეიტრალიტეტი. ჩვენ მარტო ვართ, არა გვყავს ჩვენ მეგობრები, მაგრამ შეიძლება გვყავდეს სიტუაციიდან გამომდინარე მოკავშირეები. არის საკითხები, მაგალითად იგივე თურქეთი. ჩემთვის ეს არასოდეს არ იქნება მეგობარი ქვეყანა, მით უმეტეს რაღაცა ისტორიული მეგობარი, ეგ საერთოდ სისულელეა. და რუსეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა თურქეთთან მიმართებაში. და ეს უნდა გამოვიყენოთ, უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დავკარგოთ. მაგალითად. რასაც აკეთებს ახლა სომხეთი, რომელიც კარგავს უკვე რუსეთს თავის მოკავშირედ და საბოლოო ჯამში მისთვის ეს ტრაგედია იქნება, იმიტომ რომ ვინ საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კი ვლაპარაკობთ სახელმწიფოებრიობაზე, მაგრამ უნდა გვესმოდეთ, რომ საქართველოს იყო სულ ან ირანის როგორ გითხრათ, გუბერნია იყო საქართველოს სინამდვილეში. დიდი გავლენა ჰქონდა. არა, გავლენა არა. საქართველოს გახდათ ირანის შემადგენელი რეგიონი. როგორც რუსეთის გუბერნია ზუსტად ასე. საქართველოს მეფეებს არასოდეს ირანის შახები მეფეებად არ თვლიდნენ, ამბობდნენ რომ საქართველოს მეფეს ჰქონდა ვალის ტიტული. ვალი ნიშნავდა მეფის შახის ნაცვალს. და ქართველი მეფეები ამას აღიარებდნენ, რომ არიან ირანის შახის ნაცვლები. ისინი არ ამბობდნენ ჩვენ არასოდეს შახი მეფეთა მეფე დაახლოებით ეს მომენტი. შახი მეფეთა მეფეა, ის იმპერატორია, მაგრამ სპარსეთის იმპერიაში საქართველოს გარდა უამრავი ქვეყანა შედიოდა. და საქართველოს შედიოდა როგორც შემადგენელი რეგიონი. ამას ყავდა ვალი, ანუ შახის ნაცვალი. ამიტომ არის ჩვენ არ გვესმის ბევრი რამე, ამის გაგება რო არ გვინდა, ამიტომ არ გვესმის ბევრი რამე. და ამ საკითხებში რომ ესა ჩვენ ვლაპარაკობთ სპარსეთზე, თურქეთზე, იქ შეიძლება რუსეთი იყოს ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე. არის საკითხები, სადაც ამერიკა შეიძლება იყოს ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, ეს არის ბრძნული პოლიტიკა. სადღაც ევროპა შეიძლება იყოს ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ძალიან დაბალანსებულად ვმართოთ ეს პროცესები, რაც ახლა ჩემი აზრით არ ხდება, ვერ ვმართავთ დაბალანსებულად, მაგრამ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ესეა. და მიზეზი ხომ ამისი, მოდით ესე შევხედოთ, ხო? რატომ ქართული ოცნება რატომ ვერ ახერხებს იმ ბალანსის შენარჩუნებას? ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ დასავლეთი ეუბნება, რომ შენ არ ჩაატარე არჩევნები სწორად და აქედან გამომდინარე შენ მარტო ეს არ არის, არჩევნები არ ჩაატარა სწორედ, ეს გასაგები აქვს, სხვა რამეა. თავარი გლობალური მიზეზი ისაა, რომ ქართული ოცნება ყველასთან თამაშობს. კი არ პოლიტიკა თამაში არ არის. ეს ვერ გაიგო ქართულმა ოცნებამ. პოლიტიკა არის კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა ყველასთან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქართველოს დაპირისპირება რუსეთთან. ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა რუსეთთან, ეს არის სოხუმი, ცხინვალი და ამის გარდა სინამდვილეს ჩვენ არავითარი პრობლემები რუსეთთან არ აგვაქვს და ჩვენ გვჭირდება რუსეთი ეკონომიკურათაც, შესაძლოა დაგვჭირდეს მისი პარტნიორობა იგივე როგორც უკვე ვთქვი, თუნდაც თურქეთის წინააღმდეგ, ამიტომ იქ უნდა აეწყოს ნორმალური, სწორი ურთიერთობები, კი არ უნდა ვითამაშოთ. და ამ სწორი ურთიერთობების პროცესში მთავარი საკითხები უნდა იყოს სოხუმი, ცხინვალი. ჩვენ ამას მარტო ჩვენი პარტია აკეთებდა ამას, ხელისუფლებამ ეს არ აკეთა, რაც ვიშრომეთ ყველაფერი წყალში გადაყარა
და ეხლა საერთოდ კატასტროფაში ვართ უკვე ისინი მე აღარ გონია რომ კიდე არის შანსი სოხუმის ცხინვალის ამ ხელისუფლებამ და წინა ხელისუფლებამ წინამ გაყიდა ამათმა დააგვირგვინეს ესენი ამას არ აკეთებენ ამერიკასთანაც ითამაშეს ბოლოს ტრობა ევროპასთან ითამაშეს ტრობა ეს არის ხელისუფლება რომელიც ყველგან თამაშობს და ეს თამაშები დამთავრდა მტრობით და უნდა იყოს კი არა თამაში არამედ ურთიერთობების სწორე ნორმალური აწყობა ამ ხელისუფლებას ეს არ ესმის და ყველაზე დიდი და უარყოფითი წვლილი ამაში ბატონმა კობახიძემ ითამაშა რომელიც ყველასთან საერთოდ ეს ადამიანი ბუნებით მარტო მტრობას ბადებს ყველგან და ყველაფერში ეს არის პრობლემა თუ საერთაშორისო ურთიერთობების ზოლაბ თუმცა ქვეყნის შიგნითაც იგივე არ არის ყველასთან მტრობა შექმნა ამ კაცმა კიდე ზარია კი ბატონო უპასუხოთ ამ ზარს გამარჯობა დიდი მადლობა უკვე თითქმის გაეცით ბევრ საკითხზე პასუხი ბატონო დავით იცით რა მაინტერესებს აი ეხლა ჩვენ მივედით იქამდე რომ ჩვენი ახალგაზრდობა არის აი იცით როგორ არის დაზომბირებულია უფრო ამ ევროპის ვინმე რეალური ევროპა უნდა ვხდებით რამდენ შეიძლება მე ვხდები მაგრამ მე ხდება ასეთი აი ამას როგორ ვებრძოლოთ როგორ მოვატრიალოთ ისინი საქართველოსკენ იცით როგორ შეგვიან ანუ ევროპა მინდა და საქართველოს საერთოდ არ მაინტერესებს როგორია აი ჩვენ აი აქ მივედით აი ამ წერტილამდე საქართველოს არ ყოფილა მართალია ერთი თუ შეიძლება დავასრულო და კიდე ერთი აი თქვენ უკვე ჩამოაყალიბეთ პრინციპში როგორ უნდა მუშაობდეს ამ სიტუაციაში ჩვენი მთავრობა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაგრამ ის იმუშავებს ისინი არავის არ უსმენენ და ამიტომ შეყავთ ქვეყანა ჩიხში მაგრამ მაინც მინდოდა რომ ამაზე უფრო ფართოდ გესაუბრათ და კიდე ერთი მაინტერესებს ხორნა მექნება მე რომ იყოს ესეთი გადაცემები თქვენი თავმჯდომარეობით ძალიან დიდი პატივი იქნებოდა ჩვენთვის მომესმინა მოგეყვანათ ყველა ექსპერტი სხვადასხვა დარგში აი ეს დამხსარიყავით 6-7 კაცი აი ესე ეთერში და თითოეულ საკითხზე ისაუბროს ისეთი როგორც დემო გიორგელიძეა ისეთი როგორც არის მამუკა არეშიძე ისე რომ აი ესეთი ადამიანები პიროვნებები რომლებიც კონკრეტულ საკითხებში ძალიან გაცნობიერებულები არიან და აი ეს დებატი კი არ ყოფილიყო არამედ აი ის სიტუაცია რომელიც ჩვენ გვეტყოდა რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა სფეროს მიხედვით ანუ თქვენი საუბარი გვაინტერესებს ერთმანეთთან საუბარი გვაინტერესებს აი ეს მიდგომები რომ აი მე მაგალითად ძალიან ბევრი რაღაცა გავიგე ობიექტივის ყურებით ძალიან საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებ ჩემთვის ობიექტივი ძალიან ბევრ საკითხში და ამაზე დიდი მადლობელი ვარ მე ობიექტივი და აი შეიძლება იქნება აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ რომ იქნება რაღაცნაირად ეს ჩვენი ახალგაზრდობას მოვიყვანოთ ჭკუაზე იმიტომ რომ ისოდეს კი ბატონო ევროპა მშვენიერია ამერიკაც კარგია იქ ნუ ბევრი ქვეყანაა ძალიან კარგი და ჩვენ რა გავაკეთოთ თვითონ აი ეს პატრიოტული დვიტა პატრიოტიზმის აი ეს რომ ჩავსახოთ და გავავსოთ აი ეს მინდოდა ძალიან დიდი ბოდის უფრო მეტი მინდა თქვა მაგრამ ეხლა ეთერი აიწევა ამის საშუალებას დიდი მადლობა მადლობთ ნუ ახალგაზრდობასთან მხოლოდ შეიძლება სიტყვით მუშაობა საქმითაც რა თქმა უნდა შეხვედრები შეიძლება ხა ჩვენ ვცდილობთ რომ ტელევიზიით ვილაპარაკობთ ასევე სოციალურ ქსელებში და ვეუბნებით ახალგაზრდობას მოუწოდებთ იმისკენ რომ ერთად საღად შევხედოთ არსებულ ვითარებას და ადეკვატურად შევაფასოთ არსებული ვითარება და ადეკვატურად მოვიმოქმედოთ ამ მომენტში მხოლოდ ეს შეიძლება თუმცა სულ ვფიქრობ ჩვენ თვითონ როგორ მივცეთ ამას უფრო მეტი მასშტაბი ეხლა უბრალოდ სხვა ბრძოლა ფაქტიურად მიყავს ხელისუფლებას ყველასთან, მთელ ქვეყანასთან, მათ შორის ჩვენთან, მათ შორის ობიექტივთან, როგორც ტელევიზიასთან, ხელისუფლება დღენია და გიღწვის, რომ ეს ტელევიზია დაიხუროს. ამაზე ოცნებობს პირდაპირ გეუბნებით, ამიტომ ბევრი რამ ამის გამო ფერ ხდება. ჩვენ ვფიქრობთ, როგორ მივაწვდინოთ ახალგაზრდობას ხმა. თუმცა ბევრი პროცესი ნელდება, იმიტომ რომ თვითგადარჩენისთვის ვიბრძვით. ეს ერთი საკითხია. ეხლა ობიექტივის ფორმატში აქ მხოლოდ 4 კაცი შეიძლება სტუდიაში იყოს 7 კაცის შეკრება ძნელია. თუმცა ეს ხალხი არეშიძე იქნება თუ გიორგელი თუ სხვა პერიოდულად მოყავთ ეთერში და
სხვადასხვა საკითხებზე ლაპარაკობენ. ახლა ერთად შევხვდეთ, ვილაპარაკოთ, მე არა ვარ ჟურნალისტი, ეს ვინმე ჟურნალისტმა უნდა ითვირთოს, ეს უფრო პროდიუსერია ჩაჩიბაია და მას უნდა უთხრათ თუ შესაძლებელია, რატომაც არა. შეგვიძლია თავისუფლად შევხვდეთ. აქ უფრო ალბათ ქალბატონი გულისხმობს, რომ ტელევიზიით გადაიცემოდეს, მაგრამ თემები, რომელიც არის ძალიან აქტუალური თქვა. ანუ ასეთი მომზადება უნდა ამ გადაცემა შეიძლება მომზადეს, მე ვთხოვობ, არ ვიცი, ვთხოვობ პროდიუსერს როგორ შეიძლება. სამწუხაროდ ჩვენ გადავაჭარბეთ დროს უკვე 30 წამით და ბოდის გიხდით, უნდა დაგემშვიდობოთ, ვიფიქრებთ ქალბატონო იმაზე, რაც გითხარით. დიდი პატივისცემით გემშვიდობებით, ნახვამდის. მადლობა.